ვიღაცა. მარტინესი აღარაა პორტუგალიის მწვრთნელია მართლა. ხო გეუბნები იმაში. გადადგა შეჩემ. უკვე გააძე. ჩასვეს იმაში შეჩემ. ზოოპარკის იმაში ნავში და გაუშვეს ხელი. გაისროლეს ტიპი ანუ გაწირეს მართლა მარტინესი არის აი ვინ გითხრა რა მოამზადებენ იმისთვის მისიისთვის ჩერნობილში რო ჩადის ხო აი ეს აი ვიღაცის ის არის ტვიტია X-ზე თუ X-ია X-ზე ტვიტი ქვია ის X-ი არა Google-ში ამომივიდა просто ერთი არის რობერტო მარტინეს confirms his departure CBS Sport წერს და ვიღაცის ტვიტი თუ X-ი Please don't ever let Roberto Martinez get his hands on another super team again. Bloke single-handedly wasted Belgium and Portugal's golden generations. რაც მეტახმება. ვინც არიცით? ინგლისური ძალიან გთხოვთო. Roberto Martinez კიდევ ერთი სუპერგუნდი აღარ ჩააბაროთ. ტიპმა მარტომ ჩაასრევინა თუ გაანიალა, უბრალოდ ტიპმა მარტომ გაანიალა ბელგიის და პორტუგალიის ოქროს თაობები. რა ჩაასრევინა თაობები. თარჯიმანია და რობერტო მარტინესმა ჩაასრევინა. ცხნერით მოავსო იქაურობა, სადაც დანიშნეს. მაგარი თარჯიმანი ხარ შეჭ. ჩაასრევინა. რამდენი როდის დანიშნეს პორტუგალიაში? კი არ მახსოვს ეს. მაგრამ მეცა ერთალი ხომან მოიგო. ხო, ერთალიგა. ხო, ეს მოიგებდა აბა. ო, მან. აფერისტია მე. აფერისტ. ჩაასრევინა ინგლისურად არის made them shit themselves. ის არა ქვია. აი არგენტინას ხო ყავს აიმარი სამუელი და ვიღაცები ხო ყავთ ხო? ჰაინცე არა. ჰაინცე არსენალშია. ჰაინცე ხო ყავდა თუ არ ყავდათ? ჰაინცე არის ბავშვი დროს. აიალა სამუელი და აიმარი. ხო. აგერ კარანგა გამოჩნდა დღეს. იგი ირო ყავდათ ხოლმე. იგი ჯოაო პინტუ იყო პორტუგალიაში. ხო და რაღაცა პორტუგალიის ნუნუ გომეშევდეს ის ზემოთ არიან ხოლმე. ჯოაო პინტუ ყავდათ რეგენდა. ჯოაო პინტუ. სიმაოც არის შტაბში? არის სიმაო? ფიგუ. მე მოუხდება მაგათ. მე მგონი ფიგუს წევლა მოწიათ. თან ახლა ზიდანი თუ წავა საფრანგეთში კიდევ ვაფშე მაგარი იქნება. ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში, კლოპი გერმანიის ნაკრებში. აუ ზიდანი რა მაგრამ. გერმანიის ნაკრებში დაინიშნეს პეპმა ხარო გაიგეს პეპიო წავა. პეპი ესპანეთის ნაკრებში წავა? ბიჭო მაგარი იქნება პეპი რო ესპანეთის ნაკრებში წავიდეს, ანჩელოტი ბრაზილიაში, ეს გერმანიაში, ზიდანი საფრანგეთში. ხო და მოხდა გატუზო იტალიაში. საკლუბო იმას. საკლუბო იმას იტალიაში ახდება. ხო არა. ვაშორე მართლა ისიც. ზანაკრებო რა. თან ჩვენი ნაკრებიც კონტეს ვარიანტია იტალიის ნაკრებში. შეჩემა, აი იყო მუზი ტრენერი არ არის ეს და იგივეს ვატრიალებენ. ზედოსელი რო აქვს გაჩაღებული შეჩემა. კანავარო აგერ უზბეკეთიდან. აბა რა კონტე შეჩემა რამდენი შეიძლება კიდე კონტონად ვიღადავეთ ვოზინი არ ვიღაცა დაიშოთ აი ასე არა ვოზინია უნდა მოსოვიყო ყველა სპორტჯობდეს ვინც ყავდათ ბოლოს ო შეჩემა გატუზოს თუ არა ჯობას უზენისო იყო მართლა ო მართლა მაგარი იქნება შესთავაზე იტალიის იმას დაუკავშირდი რა რომ ვოზინი ადამიანს კარიერას დაამთავრებს უსამსახუროდ იქნება და ო რა მაგარი ბიჭო ზატო რა ხოდია ნახე ჯერ იტალიას ეგეთი პოპულარული ფეხბურთელი არ ყავს ვოზინიასნაირი 18 მილიონი გამომწერი ინსტაგრამში ჯამში არ ყავთ მეგონი ნაკრებში 25 კაცილას გაასწორ შეჩემა ხო ვიტუმეტე შეჩემა 25 მილიონი თუ ყავს კაც გამომწერი მაგარი საფლო ჩემპიონატი მაგიტოა მაგარი ხო წარმოიდგინე ბიჭო იტალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი რო შეკრიბო 26 კაციან განაცხადი რო შეკრიბო ჯამში არ ეყოლებათ მაგდენი შეჩემა მოიზეკინი და ვიღაცები სპიდს და ვიღაცებს ახენატორი და ვიღაცები დამაშობენ შეჩემა ლოგან პოლს და ვიღაცებს ეწევა უკვე დანიშნეთ მარტო რაიმის სახე გახდება და რაღაც ვოზინია უთესლესი ბიჭო რა მაგარი მარკეტინგული სვაა მესისთან თამაშიო და გუნდით დაუკავშირო ინტერ მაიამიში უნდა ვოზინიას თამაშიო მე იტალიაში ვარდაადო ხელი იტალიის ნაკრების იტალიის ნაკრების ტრენერად 27 მილიონი გამწერი ყავს ვოზინია ყოფილა მაგისტრის უსრია ავრორას ძმა რამდენი ყავდა ჩემპიონატამდე 50-ში ხო არა ბიჭო თან მაგარი კაცია თო აი ხე პერსონაჟი გაგვაცნო იმ სოფლიო ჩემპიონატში აგერს მე მაგის ბოლო პოსტს აქვს 12 ეკეთი
ორ ტიპს არ უნდა იმოემატა, მაგრამ რა ერთი იყო Tim Payne-ი, ვაკოუზის ვის მოემატა. აი ცნობილი ის იყო Tim Payne-ი და რომელიღაცა გამოცემამ არგენტინელებმა დაანახეს ყველაზე ცოტა გამომწერი რომელ ფეხბურთელს ყავს მსოფლიო ჩემპიონატზე და იმას ყავდა და 2400 ყავდა თუ რა. და ავიდა რაღაც მილიონებზე ეგეც მეგონა. ჩემი კარგი ტიპი ცხოვრება. ვინა Tim Payne-ი შეჩვენა FIFA-ში გააჩიტეს მერე. FIFA-ში გაიჩიტა, SBC გაეძრო იმაში. რაზე. Ultimate SBC იქნება, 6 ხელი ექნება. ძალიან მაგარია თან აი პოსტებს რო ნახებოდი და რაღაცა მე და ჩემი ყლეძმა და წები უდევს ხო. მე ყველაზე მეტად იმაზე ვიკაიფე რომ ვოზინიას მე ისეაზე ვიკაიფე ვოზინიას 2 წელი ფოტო რო იყო იმისი პროფილის პირველი გვერდის ფოტო რო იყო 2 წელი სკრინშოტი ერთში რო 50000 გამოწერი ყავდა მეორეში უკვე 5 მილიონი პოსტები იყო დაკლებული მეორეში რაღაცებს წაშალა რაღაც პოსტები დაუვარდა რაღაცა ყლეობა ეთქვა წაშალა შეჭება 4 წლის ფოტო იყო ესე გადაღებული და ეს აღარ გვინდა 27 მილიონი გამომწერი რო ყავს უცებ ბიჭოთან ვიღაცები ეხა ჩვენც ეხა უცებ 250 რამდენი გამომწერი ყავს ხო ქართულ ბაზარზე YouTube-ზე ბევრი გამომწერი ყავს 254000 ეხა ეს რო მე დამეძინა და 214-ს გამომწერდა გამეღვიძა აბსოლუტური შოკი იქნებოდა ნელ-ნელა ემოციები იზრდები და ეგუები და აი უსცებ რომ მაგ სცენაზე იჩდები 40 წლის კაცი რომ აი ვაფშე არაფერი არ ხარ იქამდე რომ სადღაც ტელეფონს ეთქნებოდა და ამდენი notification. ხო ალბათ გაგიჟდებოდა შეჩენი ვოზინი ეხა აი შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე აი ვოზინია კადრში ხედავ სმოკინგით აი ვოზ ლეგენდარული ვოზინი იმიტომ რომ აი ვიღაცა ტიპები ეგრე ხო გახსოვს რა იმით აი ერთი რენე იგიტას კარიერა საკლუბო რაღაცა ევროპაში უბრალოდ თამაშებს სადა მეგონი არა აქვს ხო აი როჟე მილაც გახსოვს იმიტომ რომ 9 წლის ასაკში გაიტანა კი იქამდეც გაქონდა სხვა მსოფლიო ჩემპიონატი როჟე მილს დინამოსთან აქ თამაშები შეჭა ბასტიაში ხო ანუ მსოფლიო ჩემპიონატები მაინც აი მაგიტოა მაგარი რომ ეგეთი პერსონაჟები უცებ აი მსოფლიო ჩემპიონატი ცალსახად ვოზინიასია აი ვინა უნდა გააკეთოს ისეთი რომ მეორე ეშელონიდან ვიღაცა გამოხდეს ეგეთი არა ვერავინ მაგარი კაცია თან ბიჭო რომ ატყუებდე მესის და იმებს ლაუტაროს და იმებს ფინტერს უკეთ ეს ნარიცა და მსოფლიო ჩემპიონატი რო იყო ისე თავხედად თამაშობდა რომ ვერ წარმოიდგენდი რომ აი ლაუტარო მოტყვა სამჯერ შეჭმა ლაუტარო სამჯერ ყავს მოტყუებული ამ ჩემპიონატზე ფეხბურთელი და ის ვოზინია მოატყვა ეს მაგარი კაცი არის მართლა პიზდეცი 27 მილიონზე რო ადიხარ შეჭმა 50000 იყო ძალიან მაგარი ჩავიდა თორე იყო აეროპორტთან ხო ნახე ეგეს და ძალიან დისტანცილები და რაღაცები ქალაქში ხო არა ისინი ნახე მიურალები და ისინი აკუპერეს ჩემ ტიპს იქიდან გადაგებული ვერხეიდან იღებდა და იმ ხელა არის ფილმებში რო ხო უტრირებულად ხო იცი ვიღაცა რო იხოდებოდნენ და ქალაქში რო პოსტერები და სათამაშოებს და უბეჭდავენ და რაღაცა ხო და უცებ ვოზინია ბიჭო რა მაგარია ანუ ფული არ ქონდა და მის ის უნდა ამერიკაში პორტუგალიის მეორე ლიგის მეკარეს ძალიან მაგარი ისტორია ნაშებს დაადო ხელიო და რა მე არ მithქვამს ამან თქვა კაროჩე ვოზინიას პოსტი არ ნარდა და ვოზინია რო ჩავიდა რა ვიცი ხო თქვით მე რო დასკრინული რო ვიღაცას თუ მიწერო მომორჩებიო მომორჩები შევხვდეთო ერთად ვიღაცას მიწერა და ეხა წერს სათხარო გავარო იმაში ქვემოთ ვარო ქვემოთ ქელოდები ვარა მაგარიაჩი მესიც გაინა ბოზარია ვოზინია ცოცხალკედას აყენებდა და ამან დაურტყაო ეგ რა ბურთია იყო ბიჭო მან დავინახეთ ანუ უყურებდი რომ მეთქი ახლა დარტყმას დააპირებს უეჭველი თქო ეს ისე გადაეწყო ხო სასტონამდე არ იყო არ ქონდა ნაჩვენები ატლეტიკოს მონტი გააკეთა რა просто იმან რა იყო ეგ ბურთია ეგ გადავირიე ვერაფერ წამოვიდნენ აბუც აიღებ მესის ერთ პერიოდი ვაჰეითებდი მაგეთ რაღაცების გამო იმიტომ რომ ჩათლახავები ქონდა ხოლმე ეგეთი რა ოღონდ ერთხელა გაკეთებული ინტერთან აი მაგის მერე ხო იცი თან ვარ გევასება მესი ატონა მომწონებოდა შეცი არგენტინელი იყო და ბოლოდან დედას უყნავდა ამ რეალს რაჩე ინტერთან თამაში მაგისიანი იყო წაქცეული და აყენებდნენ და ამან პასი გადააგდო უცებ და მეთქი всё ეს ტიპი დამთავრდა ჩემთვის მეთქი ეს არ არის სპორტსმენი ეს მომა არა კაცი და რაღაცებს 20 წლის ნახევარფინალში ეგეთ რაღაცა გაკეთებული და მე მომიბრუნდა გული მაგრამ მაგ დროს იმენა აი ყველა რეალის ფანებს ბურთი გაარტყა აი ეგეთ მომენტებს ვიმახსოვრებდი რა ვიღაცას ჩაარტყა და ნაბოზულად მიეპარა და შეაფურთხა და არა მე ადამიანებს უფრო მეტი შანსი მივეცი რომ შეიძლება ეგრე მოიქცემა ცუდი ადამიანი არ იყო ადრე იყო რომ
ეგეთ რაღაცას უიზამდა ვიღაცას, მეთქი ეს ტიპი ნაბოზარია თუ რაღაც. ან და ხა ხდება ხოლმე.